მივესალმები აზრებიჯის მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს, გულშემატკივარს. დღეს ჩვენთან სტუმრად არის თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ბექა, დიდი მადლობა რომ ახვედი პირველ ყოვლისა. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ქართულ საზოგადოებაში ცნობილი აღქმა იმ პროცესებისა, რაც საზოგადოებაშიც მიდის, ჩვენშიც მიდის და რასაც ქვია ადამიანის საზოგადოების მოქალაქის დამოკიდებულება რელიგიისადმი, ქრისტიანობისადმი, სხვა რელიგიებისადმი. ამ მნიშვნელოვნებას განაპირობებს თავად ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ძალიან საინტერესოა ის, რომ იოანეს აპოკალიფსი გამოცხადება იწყება სწორედ უცნაური ტექსტით, თავისთავად უცნაური ტექსტია და მნიშვნელოვანი ეკლესიებისადმი მიმართვით. სმირნას, ფილადელფოსის და ასე შემდეგ ფილადელფიის ეკლესიებს მიმართავს ელფოსის ეკლესიებს და განკითხვით და ასე ვთქვათ, უკმაყოფილებით რბილად რომ ვთქვათ ჩვენ ენაზე იმ საქმიანობით, რასაც აპოკალიფტური ეკლესიები, აპოკალიფტური ჟამის ეკლესიები ჩადიან. ძალიან საინტერესოა სწორედ ქრისტიანობის თვალთახედვით ეკლესიისა და ძალაუფლების, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთის მხრივ დამოკიდებულება და მეორეს მხრივ როგორ უყურებს საერთოდ ქრისტიანული ტრადიცია და ქრისტიანობა საერთოდ ეკლესიის ძალაუფლებას. რა ცენტრი არის ეკლესია როგორც ძალაუფლების თვალთახედვით და რამხელა მისი ძალაუფლების ხარისხი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ეს იმდენად ფუნდამენტური თემა არის, რომ ძნელია რამდენიმე წუთში მოიცვა და ბოლომდე, ასე ვთქვათ, სცადო თუნდაც გააზრება იმ მიზეზებისა, თუ რა დიქოტომიასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ეკლესიაზე ერთი მხრივ, რწმენაზე, ქრისტიანობაზე და მის დამოკიდებულებაზე ძალაუფლებასთან. ამაზე ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ალბათ უმთავრესი არის მაინც ის, თუ გავიგოთ, გავიაზროთ რა არის ქრისტიანობა. როგორც ლუისი იტყო და მაგალითად უბრალოდ ქრისტიანობა. მოდით მე ვეცდები, ხა ჩემი ხედვა გადმოგცეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მესმის მე ქრისტიანობა და აი ამ კონტექსტში შემდეგ ვისაუბროთ უკვე ძალაუფლებასთან მის მიმართებას. არ შევეხებ იმ თემას, თუ აი დოგმატურად ეს როგორ არის წარმოდგენილი მართლმადებულ ტრადიციაში, კათოლიკურ სხვადასხვა ვთქვათ ტრადიციებში, კონფესიურ ტრადიციებში. მინდა გავიაზრო სახარების დამოკიდებულება რწმენასთან, ადამიანთან და მარადიულ სამყაროსთან. პირველი ქრისტიანების ჟამში უნდა დაუბრუნდეთ და ეპოქაში. აი ამ კონტექსტში გავიაზროთ უკვე თუ რა შეიძლება იყოს ქრისტიანული ძალაუფლება. სახარებაში სულ ორი შემთხვევა არის, როდესაც ქრისტე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას რწმენისადმი. პირველი შემთხვევა უკავშირდება მის მისვლას მშობლიურ ქალაქში ნაზარეთში, სადაც ის გაიზარდა. შაბათ დღეს მოგვითხრობს სახარება, ქრისტე შედის სინაგოგაში, სადაც შეკრებილი არის მართლმორწმუნე იუდეველი მრევლი. ეს არის საზოგადოება, რომლისთვისაც ღმერთმა არ დაიშურა არაფერი. არც წინასწარმეტყველები, არც აღთქმა, საკუთარი თავიც კი ის გაანკაცდა მათ შორის. ქრისტიანული ხედვა ასეთია. შედის განკაცებული ღმერთი და კითხულობენ წინასწარმეტყველებებს მის შესახებ. და როდესაც იწყებს უკვე ქრისტე საუბარს მათთან, ეს საზოგადოება მას ვერ იღებს და ამბობენ მის შესახებ, რომ ეს ჩვენი იოსების ბიჭი არ არისო და ახლობით ამგვარ ამას ამბობენ. და აიძულებენ, რომ დატოვოს მან სინაგოგა. აი აქ ამბობს იესო ქრისტე, რომ მსგავსი ურწმუნობა მე ისრაელში არ შემხედრია. მეორე შემთხვევა კაპერნაუმში ის ქადაგებს და მასთან მორბის რომაელი ოფიცერი, ასისთავი, როგორც სახარების ძველ ქართულ ტექსტშია ნათქვამი, მოდის იმისთვის, რომ სთხოვოს შველა
ადამიანს, რომლის შესახებ მან არაფერი არ იცის. მან არ იცის, რომ ეს არის ძე ღვთისა, მან არ იცის, რომ ეს არის მესია, რომელსაც იუდეველი ერი ელოდა. მისი თეოლოგიური კონტექსტი არის. მეცაც გეტყვით, ის არის წარმართი, ასე ვთქვათ, პოლითეისტია, აღიარებს მრავალ ღმერთს. ამავდროულად ის არის რომაელი, ანუ დამპყრობელი, კოლონიზატორი, ტერი ფაქტობრივად, ოკუპანტი. ამავდროულად სოციალურადაც ის არის, ასე ვთქვათ, გაბატონებული კლასის ელიტის წარმომადგენელი და ეს ადამიანი მორბის იმისთვის, რომ სთხოვოს შველა საკუთარი მსახურისთვის. მისი მსახური არის სიკვდილის პირას მისული და როგორც კომენტატორები ამბობენ, მან მრავალი გზა მოსცადა იმისთვის, რომ ეშველა მისთვის, მაგრამ აი ამ ცდელობამ შეახვედრა გაუცნობიერებლად შეახვედრა ღმერთს. ის თხოვს მას, რომ საკმარისია შენი ერთი სიტყვა, რომ ჩემი მსახური გადარჩესო. და აი ქრისტე ეუბნება მას, რომ შენმა რწმენამ იხსნა შენი მსახური. ანუ აქ სასწაულთან არ არის დაკავშირებული, რაც მაგიურ ქმედებას არ ჩადის იესო ქრისტე. აი ამ შემთხვევის შემდეგ ქრისტე ამბობს, რომ მსგავსი რწმენა მე არ შემხვედრია მთელს ისრაელში. მოდით გავიაზროთ თუ რა შეიძლება იყოს რწმენა სახარების მიხედვით აი ამ ორი შემთხვევიდან გამომდინარე. ერთი მხრივ გვაქვს ჩამოყალიბებული რელიგია თავისი კულტით, აღთქმით, წიგნებით, ერთმორწმუნე ორთოდოქსი ადამიანებით, რომლებიც ასრულებენ ყველა მცნებას, იკრიბებიან შაბათ დღეს. ამ მოძღვრების გადასინჯვა არ ხდება. ამ მოძღვრების გადასინჯვა კი არა, ბუკვალურად ხდება ამ მოძღვრების დაცვა თითოეული მისი სიტყვისა, თითოეული მისი ასოსი. მაგრამ როდესაც ზღვრულ მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდებიან განკაცებული ღმერთის წინაშე, არათუ ვერ იღებენ აგრესიას გამოხატავენ მის მიმართ. აი ამ ფენომენის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ ეს ისე ვამბობ, ჭეშმარიტების ნაკადია, ასე ვთქვა, ჭეშმარიტების კონცენტრაციაა და მეორე მხრივ ისინი ვერ იღებენ ჭეშმარიტებას. ეს ალბათ დაკავშირებული არის იმასთან, რომ არ შეიძლება წმენის მოკვდინება რიტუალებში, არ შეიძლება წმენის მოკვდინება სიტყვის მსახურებაში მხოლოდ და მხოლოდ და არ შეიძლება რწმენის მოკვდინება რწმენის იდეოლოგიზაციით, მისი რელიგიად, მისი ინსტიტუციად ქცევით, მისი ძალაუფლების ფაქტორად ქცევით. როდესაც რწმენა გადის ამ ზღვრული სპონტანური მდგომარეობიდან, როდესაც რწმენა უკავშირდება არა პირად ურთიერთობას ღვთაებრივთან და ეს არის დაკავშირებული რაღაც წარმოდგენების მსახურებას, რაღაც იდეოლოგიური კონსტრუქციების მსახურებასთან, ეს რწმენა ფაქტობრივად მკვდარია და როგორც ქრისტე ამბობს ამ შემთხვევაში, ეს არის ზღვრული ურწმუნობა, ზღვრული განდგომა ღვთისაგან. ამ ფსევდო რწმენას შეუძლია კაცობრიობა მიიყვანოს კატასტროფამდე. ეს კატასტროფა დაიწყო მაშინ, როდესაც ჯვარსაცვეს განკაცებული ღმერთი. მაცხოვრი ამბობს. ისევ როგორც მანამდე წინასწარმეტყველები, რომლებიც სწორედ ამ ცოცხალ კონტექსტში იყვნენ, ასე ვთქვათ, მოქცეულები რწმენის ამ ზღვრულ მდგომარეობაში იყვნენ და ამხელდნენ ასევე ჭეშმარიტ გზაზე მდგარ ერს იმაში, რომ ისაც მათ მიაჩნიათ ჭეშმარიტებად არის ზღვრული სიცრუე, ისაც მათ მიაჩნიათ პატრიოტიზმად არის ზღვრული განდგომა ღვთისაგან, ამ წინასწარმეტყველებს ხერხავდნენ და დევნიდნენ და კლავდნენ და ასე შემდეგ. აი ეს არის მაცხოვრი ამბობს, ძალაუფლება მისი არ არის. არ არის ამ ქვეყნებში. გავაგრძელებ. მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია ამ ორთოდოქსულ კონტექსტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელმაც არაფერი იცის იმის შესახებ, რომ განკაცდა ღმერთი, რა არის სამება, რა არის მონოთეიზმი, უცებ პოულობს ადამიანს პირველ რიგში, იესო ქრისტეს, რომელსაც ის ზღვრულად ენდობა. აი ნდობა არის გამსაზღვრელი იმისა, თუ როგორ ესმის ქრისტიანობას რწმენა. და ნდობა პირველ რიგში ადამიანისადმი.
მაგრამ ეს ნდობა შეიძლება ალბათ მოიპოვო მაშინ და ამ გზაზე დადგა მხოლოდ მაშინ ისევ ამ შემთხვევიდან გამომდინარე. როდესაც შენ ზრუნავ სხვა ადამიანის კეთილდღეობისთვის. როდესაც შენ არიშურებ დროს და გამოდიხარ იმ სოციალური როლიდან, რომელიც შენ გაქვს აკისრებული, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ეს სოციალური როლი ოფიცრისთვის არის წარმართი, რომაელი, დამპყრობელი და იმ ქალაქის რაღაცა მართველი, ასე ვთქვათ, ხო? და შენ აღარ აფასებ ადამიანს სოციალური კლასის მიხედვით, განსხვავებული ეთნოსის მიხედვით, ხო, განსხვავებული ეთნოსის მიხედვით და განსხვავებული რელიგიის მიხედვით. და მხოლოდ მის კეთილდღეობაზე, მის სიცოცხლეზე გიწევს ზრუნვა. აი ამ ზრუნვით აღძრული ადამიანი პოულობს ღმერთს. ისე რომ მან არ იცის ამ ღმერთის შესახებ არაფერი. და აი აქ ამ შემთხვევაში ქრისტიანობს, რომ ეს არის ჭეშმარიტი რწმენა. სწორედ ამ რწმენაზე არის დაფუძნებული ქრისტიანობა. თუმცა თუ გადავხედავთ მთელს ისტორიას, ერთეულებია ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ რწმენის ბოლომდე მიღებას და გააზრებას ახერხებენ და ამიტომაც ამბობენ, რომ აი მაგალითად ალექსანდრე მენი ამბობს, რომ ქრისტიანობა ჯერ არ დაწყებულა. როდესაც საუბარი იმაზე, რომ აპოკალიფტური დროა, სრულდება ყველაფერი, მეორედ მოსვლა კარს არის მომდგარი, აგერ ანტიქრისტეს გამოჩენას ველით, აგერ ჰოლბრუკი მაგალითად გამოცხადებული იყო რიჩარდ ჰოლბრუკი ანტიქრისტეს. აი ამ კონტექსტში ამბობენ სწორედ, რომ ქრისტიანობა არ დაწყებულა, ვინაიდან ქრისტიანობა ისტორიამ აქცია, დრომ აქცია, რელიგიად, იდეოლოგიად, მაგრამ ის თუ რა არის პერსონალური რწმენა, პერსონალური გაგება და შეხვედრა ღმერთთან, ეს ასე ვთქვათ, ჯერ არ არის ფორმა მიცემული, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამის ცოცხალი გააზრება ჯერ ბოლომდე არ მომხდარა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში დღეს. კიდევ მეორე შემთხვევა, ეს რწმენის განსაზღვრება. მეორე შემთხვევა, ისევ ქრისტიანობასთან დაკავშირება, რწმენის და ადამიანისადმი ურთიერთობასთან დაკავშირებით ამოსავალი ქრისტიანობისთვის. იოანე მოციქული პირველ ეპისტოლეში საუბრობს იმის შესახებ, რომ თუ შენ ხიულის შეყვარება არ შეგიძლია, შეუძლებელია უხილავი შეიყვარო. აქ საუბარია სწორედ იმ კონტექსტში, იმ რეალობაზე, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შენ უნდა უწოდებდე ხელს და როგორც ქრისტიანებს გიყვარდეს მტერი შენ, თუმცა თითქოს ეს შეუძლებელია, ხო? აქ მტერზე საუბარი არის ყველა ტიპის მტერზე არის საუბარი. არ აქვს აქ არანაირი სხვაობა და კლასიფიკაცია რა ტიპის არის მტერი. სიყვარული უპრეცედენტოა, ხო, სხვა რელიგიებთან მიმართებაში. აი ეს თეზა კი, ეს უპრეცედენტოა და აი ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი ძალიან ცნობილი იგავი შემოგთავაზოთ და გავიაზროთ ეს იგავი. სამარიტელის შესახებ იგავი. როდესაც ფარისევლების ჯგუფი მოდის ქრისტესთან და ფარისევლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ბოლომდე გაიაზრონ ბიბლია, ეს შემდეგ მიიღო კლინობითი ფორმა. მე უნდა უთხრათ, რომ ფარისევლები ეს არ არის შეფასება, ეს არის ორდენი. ორდენი, ხო, რაღაც პარტია არის, რომლებიც სწორედ ეს თავისუფლად ცდილობდნენ გააზრებას ძველი აღთქმისა, თორისა, თალმუდისტები არიან ისინი და ძალიან ბევრი საინტერესო მოაზროვნე და მისტიკოსი ყავთ, მაგალითად გილელი. თავად მაგალითად პავლე იყო გილელის მოწაფე და ფარისეველი, ხო? ფარისევლები ეკითხებიან იესოს იმის შესახებ, თუ ვინ არის მოყვასი, ვინ არის მეგობარი ადამიანის. ამ კითხვაზე იესო ქრისტე პასუხობს სამარიტელის შესახებ იგავით. გზად გდია ადამიანი, რომელიც არის ნაცემი, დაკაჩაღებული, ასე რომ ვთქვათ, და სჭირდება შველა. ის თავის პატრონი აღარ არის. ჩამოივლის მღვდელი, მას როგორც ჩანს ეჩქარება ლოცვაზე და არ შეუძლია ამის გამო გაუწოდოს ხელი დავრდომილ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც დახმარება ჭირდება. ჩამოივლის ლევიტელი, ეს დიაკონის იმჟამინდელი, ასე ვთქვათ, ხარისხია თუ შეიძლება ითქვას, ეს გვარია, მაგრამ ლევიტელები იყვნენ მსახურები, ხო, ტაძრის მსახურები, მღვდლების მსახურები თუ შეიძლება ასე ითქვას. და მასაც ეჩქარება ლოცვაზე და მიეჩქარეს მღვდლისკენ, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ჩამოივლის სამარიტელი. ვინ არის სამარიტელი? სამარიტელი არის ადამიანი, სამარიტელები არის ჯგუფი,
ებრაელებისა, რომლებიც არ აღიქმებიან კი არა, რომელთაც არ ხვდათ წილად ასურეთში გადასახლება, ბაბილონში გადასახლება, ეს ტყვეობის ჟამი. ხო, არა აქვს და ამიტომ მათ არ მისცეს, რომ დაბრუნდნენ უკვე ებრაელები თავიანთ სამშობლოში, აღარ მისცეს შესაძლებლობა, რომ მეორე ტაძრის მშენებლობაში მიეღოთ მონაწილეობა. ამავდროულად მათ შეინარჩუნეს ის პირვანდელი კოდექსი, ასე ვთქვათ, რწმენის, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულის აღიარებას და შემდგომ უკვე წინასწარმეტყველთა წიგნები, მეფეთა წიგნები და ასე შემდეგ მათ არ მიუღიათ. ეს არის დაახლოებით სამარიტელისადმი დამოკიდებულება დაახლოებით იმ დაგვარია, როგორც მაგალითად საქართველოში დამოკიდებულება იეჰოვას მოწმისადმი. კიდევ უფრო მეტიც ოფიციალურად აკრძალული არის სამარიტელისთვის ხელის გაწოდება, გამარჯვების თქმა, მასთან ერთად პურის გატეხვა, ხო, და წყლის ხმევა თუ რაღაც ამ დაგვარი, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც მთლიანად არის, ასე ვთქვათ, სტიგმატიზებული და რომელიც განიხილება როგორც ასე ვთქვათ, რაღაც კეთროვანი დაახლოებით, რომელთან ურთიერთობა მართლმორწმუნე იუდეველს არ შეუძლია. ამ ადამიანს არ ეჩქარება არსად, არა ეჩქარება, მაგრამ არ მიიჩქარეს, ასე ვთქვათ, ლოცვად, პირობითად რომ ვთქვათ და ეს ადამიანი მზად არის გაუწოდოს ხელი ადამიანს, რომელსაც დახმარება ჭირდება, ხო? მას მიყავს ის სასტუმროში და უტოვებს სასტუმროს პატრონს ფულს იმისთვის, რომ თუ მას კიდევ დაჭირდა დახმარება, ეს დახმარება მას აღმოუჩინა. ეს ერთი მხრივ ერთგვარი საზომია იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თანადგომა და ქრისტიანული მოწყალება. ანუ ეს ნიშნავს გზის ბოლომდე გავლას ადამიანის სახურებაში. რომელსაც არ აქვს საზღვრები. რომელსაც არ აქვს საზღვრები და ასევე ზრუნვას მის მომავალზეც, ხო? არანაირ. ამ შემთხვევაში ქრისტე ეკითხება ფარისევლებს, თუ ვინ გამოიჩინა მეგობრობა ამ ადამიანესადმი, ვინ არის მოყვასი. ყველა ერთხმად ამბობს. არავინ არაფერს არ ამბობს. უბრალოდ ისინი ტრიალდებიან და გადიან. ვინაიდან ეს უცხადესია, რომ ამ შემთხვევაში მოყვასი არის არა ის, ვინც შეიძლება მისთვის ილოცოს, არამედ ის, ვინც კონკრეტულად მატერიალურად თუ შეიძლება ფიზიკურად დაეხმარება იმ ადამიანს, ვინც დაუდგება ამ ადამიანს გვერდით. და თუ კი ადამიანის მოყვასია სამარიტელი, ხო, ის თავისთავად ნიშნავს, რომ ღმერთის მოყვასიც არის. ანუ აქ ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და კიდევ ერთი, აი, უკვე მარადისობასთან მიმართებით სახარების დამოკიდებულება ადამიანისადმი. ადამიანი არის საზომი, ადამიანთან დამოკიდებულება არის საზომი, რომლის მიხედვითაც განიკითხება კაცობრიობა. მათ ესახარება აგვიწერს მოდელირებულ დღეს ასე ვთქვათ, მოდაში ეს სიტყვა, მოდელირებული განსჯის მოდელირებული სამსჯავროა, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი მათ ესახარებაში და ქრისტე ყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება კაცობრიობის განკითხვა. უამრავი ადამიანი მოვა მისი სახელით მასთან, ხო, უამრავი ადამიანი მოვა მასთან და ეტყვიან მას, რომ შენი სახელით ვაგებდით ტაძრებს, ხადაგებდით, იქ მოდით სასწაულებს, მარხულობდით და ასე შემდეგ. ქრისტე უპასუხებს მათ, რომ განმეშორეთ, ვინაიდან არ გიცნობთ მე თქვენ. არ გიცნობთ, რადგან მაშინ, როდესაც მე შიოდა, როდესაც წყუროდა, როდესაც პატიმარი ვიყავი, როდესაც სნეული ვიყავი, თქვენ არ ყოფილხართ ჩემ გვერდით. ამ ასე ვთქვათ, იგნორირებას გამკითხველები ვერ მიიღებენ, ეს განკითხულთა ჯგუფი ვერ მიიღებენ და ეტყვიან, კი, მაგრამ როდის გვიხილა ხარ, ან შიარი, ან წყურვალი, ან დავდომილი, ან ასე. თითოეული მცირე თაგანი პასუხობს იესო ქრისტე, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, ვიყავი მე. ანუ აბსოლუტი კაცობრიობის და სამყაროს კოსმოსის შემქმნელი აიგივებს საკუთარ თავს ქრისტიანული ტრადიციით ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც სჭირდება დახმარება. აი მაგალითად, როდესაც მოხდა ბესლანის ტრაგედია, თუ ცხადი რო გახდეს, რას ვამბობ.
ბევრმა რაღაც ღვთის რისხვას დააბნებავთ ეს ჰაიტის მიწის რვა მოხდა ღვთის რისხვას დააბრალა და ეს ღმერთმა დასაჯა ეს ჰაიტელები და ასე შემდეგ გაკეთეს ესეთი განცხადებები ხო ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ინგლისელმა ეპისკოპოსმა თქვა რომ სწორედ იმ ჰაიტელებთან ის ჰაიტელები იყო ღმერთი ბესლანის ბავშვები იყვნენ ღმერთი იმდენ რომელსაც ჭირდებოდათ თანადგომა და დახმარება აი ეს არის ქრისტიანული გააზრება წმენისა ჩემი აზრით მარტივი ძალიან გააზრება წმენისა ადამიანისა და მარადისობისა ყოველივე საზომი არის ადამიანთან დამოკიდებულება ერთ-ერთი ადრეულ ქრისტიანული ასე ვთქვათ მამა საეკლესიო მამა ახდენს ეს შემთხვევას მასთან მოდის პოლითეისტი დებატები მაშინ ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო წარმართებსა და თქო ქრისტიანებს შორის და ეუბნება მას რომ მიჩვენე შენი ღმერთი მე შემიძლია გიჩვენო ჩემი ასე ვთქვათ ღმერთი კერპები და ასე შემდეგ ეს ქრისტიანი მამა ეუბნება მას რომ მიჩვენე შენი ადამიანი და მე გიჩვენებ ჩემს ღმერთს ანუ ნებისმიერ ადამიანს რომელსაც შენ მომიყვან მე შემიძლია უთხრა რომ შენ ხარ ღმერთი ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანული თეოლოგიის საფუძველთა საფუძველი ეს განასხვავებს ქრისტიანულ რწმენას ქრისტიანული იდეოლოგიისაგან ქრისტიანული იდეოლოგია არის სისტემა რომელიც აღიარებს არა ადამიანის უპირატესობას, არამედ მიზნების უპირატესობას. აღიარებს რაღაც რომელიც თავაზობს ასე ვთქვათ ეკლესიის როლის შესახებ მოძღვრებას, ეკლესიის ავტორიტეტის შესახებ მოძღვრებას, ეკლესიის ძალაუფლების შესახებ მოძღვრებას, იმის შესახებ მოძღვრებას თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ეკლესიასა და საერო ძალაუფლებას შორის და ასე შემდეგ. მაგრამ ქრისტიანული რწმენა მსგავს არაფერს არ გვეუბნება. ქრისტიანული რწმენა არის სპონტანური მიღება თავისუფლებისა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ დამოკიდებულებასთან სხვა ადამიანის მიმართ, განსხვავებული ადამიანის მიმართ. იქნება ეს დამყრობელი, იქნება ეს განსხვავებულად მორწმუნე, იქნება ეს სხვა სოციალური კლასი, ანუ საზღვარი, იქნება ეს ქალი, კაცი და ასე შემდეგ. მთელი სახარება ამაზე მიგვანიშნავს. ხო, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არ უხადაგებს ქრისტე არაფერს და რომლის სიტყვებსაც ალბათ ირონიულად ეთანხმება, თუმცა ამ ირონიაში არის ძალიან დიდი სიბრძნე. არის პონტოელი პილატე. ქრისტე არ უხადაგებს პილატეს არაფერს. ქრისტე არ ამხელს, ხო, ქრისტე არ ამხელს პილატეს. და ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ სწორედ დამოუკიდებლობა ქრისტიანობისა ძალაუფლებასთან. ძალაუფლებასთან ქრისტიანობას საქმე არ აქვს, ვინაიდან ის გაცილებით უფრო დიდი ძალაუფლება არის. როგორც სახარება გვეუბნება, თმის ღერი არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან ღვთისნების გარეშე. მასთან არაფერი საერთო არ აქვს. ერთადერთი რასაც უპირისპირდება სახარებაში სახარებისეული ქრისტე, ასე ვთქვათ, ეს არის რელიგიის სახელით ძალაუფლების გაგება. ფარისეულობა იქნება ეს, წიგნობრობა იქნება, ტაძარი იქნება, რელიგიური სისტემა იქნება თუ ასე შემდეგ. მეკა, რამდენად ცოცხალია სწორედ სახარება, სახარების სული, სახარებისეული მაცხოვარი, რომლის გვერდით პირველი 64-ში სასუფეველში შედის ავაზაკი, ხო? პირველი, რომელიც ნახევარწამში დაახლოებით 2 სიტყვის გამოშედის სასუფეველში. აი სახარებისეული ცოცხალი მაცხოვარი, რომელიც ძალაა, ქმედების ძალა, პრეცედენტის ძალა, რომელსაც ის ყოველ წამიერ უჩვენებს კაცობრიობას. და ეხლა გამახსენდა პასკალის სიტყვა, რომ არაფერი კარგი და მაღალი არ არის კაცობრიობაში და გამიწას სამყაროში ვიდრე ქრისტე და ქრისტეში არაფერი უფრო მაღალი არ არის ვიდრე მისი მსხვერპლი. კი. აი ასეთი ქრისტიანობა, ასეთი ცოცხალი ძალა და იმპულსი, მაგალითი, მაცხოვარი და სახარება. რამდენად ცოცხალია ჩვენს დღევანდელ ტრადიციაში, დღევანდელ ეკლესიის ცხოვრებაში, რამდენად განიცდის ადამიანი უშუალო შეხებას და თვითონ ეკლესია სწორედ მაცხოვართან და თუ არ განიცდის, რამ დაფარა ეს ტრადიცია,
მოძღვრებამ, იდეოლოგიამ, რიტუალმა თუ ასე შემდეგ. როგორ მოხდა აი ამის გადაწყვეტა? სახარებიდან გადავიდეთ საეკლესიო ტრადიციაზე, ვთქვათ ლიტურგიკულ პრაქტიკაზე. ლიტურგიისას ჩვენ გვესმის სიტყვები იყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ, ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. აი ამ სიტყვებს უნდა დაუკვირდეთ ძალიან კარგად. მხოლოდ სიყვარულით და ამ დროს ადამიანები ემთხვევიან მხარზე ერთმანეთს. მხოლოდ გვერდზე მყოფის თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სიყვარულით შეიძლება ღმერთის აღიარება. არა მარტო ღმერთის, არამედ სამების. სამებას გრიგოლ ღვთისმეტყველი უწოდებს სიყვარულის სიფართოვეს. სამება ასე ვთქვათ, სამების შესახებ ცოდნა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად მიეცა ადამიანს სწორედ იმის გამო, რომ გავიაზროთ ის თუ რას ნიშნავს ურთიერთობა ადამიანებს და განსხვავებულ ადამიანებს შორის. ეს არის ერთიანობა სხვადასხვა სახეებს შორის, სხვადასხვა ხატებს შორის, სხვადასხვა თუ გადმოვიტანთ ასე ვთქვათ ამ არქეტიპს რეალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა კულტურებს შორის, პოლიტიკურ წამს მქონე ადამიანებს შორის, სხვადასხვა სამყაროზე სხვადასხვა ხატის მქონე ადამიანებს შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამების დოგმის და საერთოდ ნებისმიერ დოგმატის ეგზისტენციური, ცხოვრებისეული გააზრება არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა მსგავსი არაფერი ხდება დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ადამიანები, რომლებიც ამბობენ ამ სიტყვებს და ემთხვევიან მხარზე ერთმანეთს, ხდება ისე, რომ რაღაც ნაწილი ყოველ შემთხვევაში ადამიანებისა დაძდევენ ქუჩაში საცემად და ჭეშმარიტების ასე ვთქვათ, სახელით, ქრისტეს სახელით ძალადობენ ადამიანებზე. ჯვარი, ქრისტეს მსხვერპლის სიმბოლო, მათთვის არის იარაღი, ჭეშმარიტების იარაღი და მათ მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება ეს არის რაღაც ობიექტური რამ. სახარებამდელი ჯვარი გახდა ის. ხო, წამების იარაღი გახდა ადამიანის და თითოეული ადამიანი, რომელსაც ხო, თითოეული ეს ადამიანი, აი მთავარი ეს არის ზუსტად, ეს არის მისტიკა, ასე ვთქვათ, ქრისტიანობისა, რომ ის ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის ურჯულო დავარქვათ მას თუნდაც მოდაში ეს სიტყვა მამათმავალი იეჰოვას მოწმე თუ სხვა ლიბერალი კიდევ ეს ახალი ესე თქვა ის არის სტიგმა არის ამ ადამიანებისთვის რომელსაც ეს ჯვარი ხდება სწორედ ქრისტეს სახე ხდება ამ ჯვარზე გაკრული მიმდევარი ქრისტეს ისე რომ შეიძლება მან არც კი იცოდეს ეს არის ქრისტიანობის საზრისი თუ შეიძლება ასე ითქვას შეუძლებელია არ გავიხსენოთ სწორედ ის მომენტი უმნიშვნელოვანესი მომენტი სახარების თხრობაში ეს არის, როდესაც მოდიან მაცხოვრის შესაპყრობად, ხო? და როდესაც პეტრე იშიშვლებს მახვილს და ცდილობს დაიცვას თავისი საყვარელი მოძღვარი. რომელსაც იმ ღამეს უღალატებს სამჯერ, მაგრამ ეს ცალკე თემა საუბრის, ხო? და ესეც ასე ვთქვათ, ღვთაებრივი განგებულება აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც პირველი რასაც უკრძალავს მაცხოვარი თავის საყვარელ მოწაფეს, რომელზეც უნდა აღაშენოს, ხო? ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემოსრავენ, მას უკრძალავს ამას და უმძიმესი სიტყვებით უმძიმესი სიტყვებით. ის ასეთი იუდას არ ხვედრია წილად. არც იუდას ხვედრია და არც მისი ღალატის შემდეგ ხვედრია. გადის ქრისტიანობიდან. გადის ქრისტიანობიდან და ბოროტების წიაღში აღმოჩნდება. ვინაიდან მას ეუბნება, რომ შენში არის სატანა. შენ გამოქმედებს ეშმაკი. ის ხდება ბოროტების ინსტრუმენტი ქრისტეს აღიღოს მახვილი ხო ის ხდება ამ შემთხვევაში როდესაც ის ცდილობს დაიცვას ფიზიკურად ჩამოათლის კიდევაც ყურს ხომ ქრისტეს შესაყრობად მოსულ ადამიანს ჩამოათლის ყურს და ამ დროს ეუბნება მაცხოვარი აღუდგენს სასწაულებრივად ასე ვთქვათ ყურს ხომ ამ დროს ქრისტე ეუბნება პეტრე მოციქულს რომ შენ ხარ ბოროტების ინსტრუმენტი პეტრე არის ბოროტების ინსტრუმენტი ქრისტეს სახელით, ქრისტეს დასაცავად. აი ასე უნდა შევხედოთ იმ რეალობას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც შესაძლოა გულწრფელად იცავენ ქრისტიანობას. ისე როგორც პეტრე. ხო, რაღაც ტექსტებისგან, რაღაც შეხედულებებისგან, ადამიანების თავისუფლებისგან, რომელიც მათ ღმერთმა მიანიჭა. ეს არჩევანი, ხო, მაშინ მთავარი დამნაშავე იმაში, რომ ჩვენ ვარსებობთ და ვართ განსხვავებულები
ამ ადამიანების შეხედულებით უნდა იყოს თუ ლოგიკას გავყვებით ბოლომდე თავად ღმერთი. ვინაიდან მან მისცა ეს თავისუფლება ადამიანს. მან არ აუგრძალა საფრთხო წერილის თანახმად ადამიანს გაეკეთებინა ის არჩევანი, რომელიც მას სურდა რომ გაეკეთებინა. 60-ში ვამბობ, ხო? შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ ძალას იყენებენ, ან აგრესიას მიმართავენ, თუნდაც სიტყვიერს, განსხვავებულებისადმი, მათგან განსხვავებულებისადმი, ხდებიან სწორედ ბოროტების ინსტრუმენტი, სახარების თანახმად ესეა. და ეს უნდა ძალიან კარგად გავიღაზოთ. შეგვიძლია თუ არა თქვათ ჩვენი საუბრის ბოლოს, რომ თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია ქრისტეს დაცვასთან. ამ თვალსაზრისით ქრისტეს სიტყვის და თავისუფლების გააზრება ძალიან რთულია. მოდით ესე ვთქვათ, რა არის ავტორიტეტი და რა არის თავისუფლება არის რაღაც დამოუკიდებლობა ავტორიტეტისგან თუ ეს არის რაღაც სხვა რამ. ხო, მართლმადიდებლური აღმოსავლური, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ტრადიციით თავისუფლება ეს არ არის ობიექტიურებული მოცემულობა. ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს სრული მორჩილებით ღვთისადმი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, როდესაც მე ვარ ღია და გამოცარიელებული, ასე ვთქვათ, ღმერთისთვის, როდესაც მე არ მაქვს არანაირი სიმდიდრე, როდესაც მე არ მაქვს არანაირი ავტორიტეტი. როდესაც მე ვიცი ვინ არის ღმერთი, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი ასევე არ აქვს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ქრისტე, რომ გლახაკი ქრისტე თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? როდესაც მე ვიაზრებ, რომ ჩემი ძალა არის ჩემს უძლურებაში, აი მაშინ ხარ შენ სწორედ თავისუფალი და მაშინ შეგიძლია შენ თქვა რომ ალბათ ხარ ქრისტიანი. ეს ძალიან რთულია ამის მიღწევა. და კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, რაზეც არ ამახვიდა მე ყურადღება, მე საერთოდ ამ თემებზე არასოდეს არ ვლაპარაკობ, ეს იშვიათად ძალიან. მიმაჩნია რომ რწმენა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს ადამიანის საკუთარი რწმენის შესახებ, მით უფრო მეტად შეძლებს ხო, აი ამიტომ ამბობ, ხო, მეტად შეძლებს ადამიანი ჩაურღმავდეს საკუთარ თავსაც და ურთიერთობას ღმერთთანაც და სხვა ადამიანთანაც. დუმილი არის გამომხატველი, საუკეთესო გამომხატველი ადამიანის რწმენისა, დუმილი რწმენის შესახებ. აი ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება დაფუძნებულია სწორედ დუმილის ღვთისმეტყველებას, აპოფათიკურ ღვთისმეტყველებას და ორი სიტყვით ამის შესახებაც და მე ამოვწერთ თუ მინდა გადავჭერ. დიონისი აროპაგელის ცნობილი ტექსტი საიდუმლო ღვთისმეტყველების. დიონისი აროპაგელი არის მართლმადიდებლური თეოლოგიის საყრდენი თუ შეიძლება ასე ითქვას და არა მარტო მართლმადიდებლურის, კათოლიკურისაც გარკვეულ პერიოდში და ფილოსოფოსები ეყრდნობენ კანტი მაგალითად, როდესაც იაზრებს ადამიანს და ღმერთთან ურთიერთობას, სწორედ დიონისი აროპაგელის აპოფათიკურ თეოლოგიას ეყრდნობა. დიონისე ღვთისმეტყველი, ფსევდო დიონისე მიაწერენ გლოთ იმ ადამიანს, პირველი საუკუნის ადამიანს ამ ტექსტს. ეს არის ეკლესიის მიერ მიღებული და ბოლომდე გააზრებული ტექსტი ღვთისმეტყველების მიერ, ხო? დიონისე არეოპაგელი წერს ტრაქტატებს ღმერთის სახელების შესახებ, ანგელოზების შესახებ, საეკლესიო იერარქიის შესახებ, სამყაროს მოწყობის შესახებ. ეს საკმაოდ ვრცელი ტრაქტატებია, თუმცა მისი ბოლო მეხუთე წიგნი სულ 3 ფურცელს მოიცავს. და ამ წიგნში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი დიონისი არეოპაგელისა, სწორედ ამ წიგნს ეყრდნობა მართლმადიდებლური თეოლოგია. ამ წიგნში ის საუბრობს იმის შესახებ, რომ არსებობს ორი გზა. ეს არის წარდგმითი თეოლოგია და უკუთხმითი ღვთისმეტყველება. აპოფათიკური და კათაფათიკური ღვთისმეტყველება, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ პირველ გზაზე, რომ ღმერთი არის სიკეთე, ღმერთი არის ყოვლისპრობელი, თავისუფალი, შევაფასოთ ღმერთი პრედიკატები განსაზღვროთ მისი რაობა. თუმცა ამბობს დიონისი არეოპაგელი, რომ ეს გზა სრულიად დასაზღვრულია და დოგმატი სწორედ ამას ნიშნავს, არის საზღვარი იმისა თუ რა ვიცით ჩვენ. მაგრამ არის მეორე საფეხური, რომელიც მეტად გვაზიარებს იმასთან თუ როგორ შეიძლება ვიფიქროთ ან გავიაზროთ, შევიმეცნოთ ღვთაებრივი, საკრალური.
ეს არის აპოფათიკური გზა, უარყოფის გზა. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი არ არის, ღმერთი არც თეობა პირდაპირ წერს, არც მამობა, არც ცამება, ღმერთი საერთოდ არ არსებობს, ღმერთმა არაფერი იცის იმის შესახებ თუ რა არის თვითონ და არც ჩვენ ვიცით იმის შესახებ საერთოდ არაფერი თუ რა არის ღმერთი. აი ესეთი სიტყვები მოაქვს პირდაპირ დიონისე არეოპაგელს. და ერთადერთი რეალური ასახვა და ერთადერთი გააზრება იმისა თუ რა არის წმენა არის დუმილი მის შესახებ. იმიტომ რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია შეიმეცნოს ადეკვატურად ღვთაებრივი. ერთადერთი რასაც ამის შემეცნება შეუძლია არის შეხვედრა ღმერთთან პირადი გამოცდილება, რომელიც გამოიხატება ყველაზე მეტყველი სიტყვით, ამ შემთხვევაში დუმილით. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, დიდი მადლობა ბექა და მე მინდა პავლეს სიტყვებით დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა, უმნიშვნელოვანესი სიტყვებით, რომელსაც პირადად ჰქონდა ეს შეხვედრა, რადგან შენ საუბრობდი დამასკოს გზაზე და ეს მნიშვნელოვანი სიტყვაა და ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი სიტყვა და შეგვიძლია გავიხსენოთ და მე დავდუმდეთ. არა მე, არამედ ქრისტე ჩემში. კი ბატონო.